გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს ხუთშაბათი დღეა და რა თქმა უნდა, საღამოს 9 საათზე ყოველ ხუთშაბათს ეთერშია გადაცემა საფრთხები და ჯანსაღი სამყარო და ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი კობა კუსიანი, იურისტი, ამერიკის ბიოლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მოძრაობა ანტილაბ საქართველოს დამფუძნებელი და ქალბატონი თინათინ გოცაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მოძრაობა ანტილაბ საქართველოს ექსპერტი. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ძალიან მიხარია თქვენი ჩვენთან სტუმრობა ყოველთვის, რადგან ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით ბრძანდებით ხოლმე ჩვენთან ეთერში, მაგრამ მაინც მანამ დავიწყებ, მე მინდა შევახსენო მაყურებელს თუ როგორ უნდა ნახოს ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეტზე ნომრით 259, რა თქმა უნდა ვართ მაი ვიდეოზე, გვაქვს სოციალური ქსელები YouTube და Facebook გვერდი, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. ვართ ასევე ახალ ქსელებზე ნომრით 292 და რა თქმა უნდა 24 საათიანი მაუწყებლობა გვაქვს და ვართ სატელიტზე, სადაც ყველა ქვეყანაში თუ ქალაქში გვიყურებენ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას. დღევანდელი ჩვენი თემა გახლავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული თემაა, ეს არის ჯანმო, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ ჯანმოდან და რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს ჩვენი ჯანმოში დარჩენას და მოდით კონკრეტულ კითხვებზე გადავიდეთ. ბატონო კობა, თქვენთან მექნება ჯერ ესე ვთქვათ კითხვა. რა სიტყვით ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის 78 სესიასთან დაკავშირებით. და რა საფრთხეებს შეიცავს და რას უნდა ველოდოთ აი ამ ყველაფრისგან. თქვენი აზრი მაინტერესებს და მე ქალბატონ თინასაც. მადლობა მოწვევისათვის. და მადლობა ქართულ ტივს, რომ ამ გადაცემას უძღვნის ზუსტად აი ისეთ თემებს, რომელიც ნამდვილად სახიფათოც არის და სახელმწიფოსთვის და ქართველი ადამიანებისთვის სასარგებლოც არის. თუმცა იმედია, რომ ქართველი ადამიანები ცოტა გაიგებენ და გამოფხიზლდებიან. იმიტომ რომ ახლა იწყება როგორც შარშან 77 ანსამბლეა ჯანმოს უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოაწერეს ხელი, იმიტომ რომ რიგი ქვეყნები ამას რატომაც არ მიიღეს ის შესწორებები, რომელიც იქ შევიდა. ახლა ასევე 19 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მოხდება ამ ესე იგი ჯანმოსში ჩატარდება სესია, სადაც განიხილება პანდემიური ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების როიტყვიან არის ძალიან ბუნდოვანი. ასევე ეს ჩვენი როგორ გებრიუსი, რომელიც ხელმძღვანელობს ჯანმოს ორგანიზაციას, მურიანი კაცი, მე ესე შევარკვი ამ ადამიანს. ვიტყვი რომ ეს ადამიანი დაჟე იმასაც კი ბედავს და ლაპარაკობს, რომ მას ის არ არის თანახმარო ყველა დეტალი გამჟღავნდეს და გამოაშკარავდეს ვრცლად და იყოს ხელმისაწვდომი. მე მიზერული აიგერა მაქვს დოკუმენტი, რომელიც მე ხელთ მაქვს, მაგრამ ეს არის სრული არ არის. აქ არის ზოგადად განხილვა იმ მიმართებაში, ჯანმოს დოკუმენტთა მიმართებაში, რაც არის. მაგრამ მოდით გადავიდეთ ხოლმე მთავარზე. რას და რატო ფიქრობს ეს ადამიანები, ესე ვთქვათ, ხელის მოწერა და პრაქტიკულად ცალხრივად როცა ახლა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა ჯანმოს ორგანიზაცია, პრაქტიკულად ახლა მიმდინარეობს რაღაცა აი შურის ძიება თითქოს იმ მიმართულებით, რომ შური უნდა იძიონ ამერიკის გამო სხვა დარჩენილ ქვეყანებზე რა. იმიტომ რომ პანდემიურ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ისეთ დეტალებს წავაწყდი და იმდენად მნიშვნელოვან დეტალებს წავაწყდი, რომ ამაზე ხელი მოწერის კუთხით საქართველოს თუ მოაწერა ხელი, ნამდვილად იქნება სავალალო როგორც სახელმწიფოს, როგორც კონსტიტუციური, იმიტომ რომ არ შეესაბამება. ასევე კანონმდებლობას არ შეესაბამება, კონსტიტუციას არ შეესაბამება თვითონ, პრაქტიკულად გავხდებით მონები რა, ესე ვთქვათ, კარგავთ სუვერენიტეტს, კარგავთ უფლებებს, ადამიანის უფლებები პრაქტიკულად იკარგება რა. ამიტომ ამ კუთხით თუ შევხედავთ, ცოტა რთულია, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ბოლომდე არ მოაწერს ხელს და გაითავისებენ და გაითვალისწინებენ ბევრი ესეთ ნიუანს, რომელიც თვითონ ამ დოკუმენტში წადებს. მაგრამ მოდით შევეხოთ ახლა პირველს ესეთ იმას, რომ
აქ მე ამოვწერე თქვენი ნებართვით, რომ მოსახლეობას უფრო მეტად ვრცელად განვეცოთ. რამოდენიმე მიმართულება რა საფრთხეები არის აქ. თუმცა სანამ ამ მიმართულებაში მე წავიკითხავ თქვენის ნებართვით, ვიტყვი რომ და მიმართავ ღია წერილით, ესე ვიტყვი და ღია განცხადებით საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოაწერონ ხელი ამ ახალ პანდემიურ შეთანხმებას იქიდან გამომდინარე, რომ ის არის აბსოლუტურად არა, როგორც ესე ვთქვათ, არა მოსახლეობაზე გათვლილი, არა სახელმწიფოზე გათვლილი რა. აი ახლა ესეთი რამდენიმე პირველი გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ და ახლა აქ რა ხდება? შეთანხმება მოითხოვს გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობას, ანუ როგორ არის, რომ აქ იქნება უბრალოდ გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის შეცვლა, გამოიწვევს აუცილებლად. თუ ეს მოხდა. მეორე, სავალდებულო სამედიცინო ზომები, სავალდებულო ვაქცინაცია ან კარანტინი. აქ ახლა პუნქტებით არის და ამიტომ მე ცოტა გამარტივებულად გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი პირდაპირ არ აკონკრეტებს, რომ იძულებითი ზომების რაღაც აქ ვაქცინაცია ან ესეთ, თუმცა თუმცა ეროვნული მთავრობები შეუძლიათ ხელშეკრულება გამოიყენონ და ასეთი ზომები მიიღონ, ანუ ვაქცინაცია ზე უკვე უარის თქმა არ გამოვა, დაგაძალებენ და აქცრიან იმითი, რასაც შემოიტანენ. აქ არის შეიძლება არჩევაც აღარ იყოს, იქ როგორც წინაზეა. როგორც დროს იყო ძალდატანებით. არის ადამიანის უფლებების დაკარგვა ხდება ამ პერიოდში. ბიოლოგიური უსაფრთხოების საფრთხეები, ესე ვთქვათ, ეს არის ჯანმოსთან მასალების გაცვლის მოთხოვნა. წარმოიდგინეთ ახლა, რომ ამ მიმართულებით, რომ ჯანმო მოითხოვს იმ ბიოლოგიურ მასალებს, რომელიც მაგალითად ლუგარში არის, მისი გაცვლის მიმართებაში, ანუ მისი გაგზავნა, ან შემოვა, ან გაიგზავნება ასე შემდეგ. ანუ ეს პირდაპირ ამას ეს რატოა საფრთხე? რატოა და პირდაპირ ეს ეწინააღმდეგება იმ მეზობელ ქვეყნებს, რომელიც ამას ებრძვიან. არა მარტო რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნები, რომელიც მეზობელ ქვეყნებად ესე ითვლებიან. ესეთი. ეხლა საფრთხე კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის მხრივ. ესე პათოგენების და გენეტიკური მონაცემების შესახებ თუნდაც. აქაც სადღაც ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ მოდი ცოტა ესეთი იმით რო შევხვდე. ესე ამას თუ ყველაფერი ადამიანებმა, აი ესე გეტყვით რა. ეს მიიღეს კანონმდებლობაში, ხო? ყველა ის დეტალი ადამიანების ინფორმაცია, პირადი მონაცემები, აბსოლუტურად ყველა იგზანება ჯანმოს ხელში ვარდება. აქ არის ესეთი მუხლები, ხო? მე ძალიან შორს წავართ, მე რო ამას მივყვე და ყველა ის დეტალი გაგიხსნათ, მაგრამ უბრალოდ მცირედეთ მინდა რომ თქვენ გავაჟღეროთ ჩვენი ის რაც არის. გადაადგილების თავისუფლება შეძლო გლობალური ლოგისტიკური ქსელების, ანუ ესეც ერთ-ერთი საფრთხე არის, რომ შეზღუდვა ის რაც იყო ჩაკეტები ანალოგიური კუთხითაც მოხდება, მაგრამ ძალიან ისეთი იმითაა შეფარულია. აქ ასევე მგზავრობასთან მიმართებაშიც არის, ხოთა შეიძლება მგზავრობაც შეიზღუდება. საკუთრების უფლებების რისკები. აქ იქნება საკუთრების შეზღუდვაც. ადამიანს ასევე არ შეიძლება მოითხოვოს აი სასამართლო საკუთრების ხელმიუწვდომელი იქნება. შეზღუდვა საკუთრების ეს იქნება მანქანა, ბინა, ანუ პრაქტიკულად შეზღუდება გადაადგილება, შეზღუდება თავის იმაში არსებულ, როიტყვიან ესე ვთქვათ, ქონების განკარგვის და ეს რა შუაში უნდა იყოს ამ ყველაფერთან? ესაა ზუსტად ის ჩაკეტები, რასაც ფიქრობენ. ის არის რომ დაგიმონონ და აბსოლუტურად ადამიანები იმ დონეზე მიიყვანონ, რომ პრაქტიკულად ჩაკეტონ ერთ სივრცეში, ეს ამას გაგზელება აქვს ზოგადად, აი როგორც 15 წუთიანი ქალაქებზე რო ლაპარაკობენ, თუმცა ამას ბევრი არ იჯერებს. ეს იმის ერთ-ერთი მომენტია. გამიგეთ? მერე აქ მართლმსაჯულების სტომის შეზღუდვა, საერთაშორისო არბიტრაჟი. ესეც სათხოვნად ჩათვალეთ, რომ იმდენად გაძვირდება, რომ მოსახლეობა ამას ვერ შეძლებს და ვერ მოახდენს სასამართლოს ასე შემდეგ. ანუ ბევრი თემა არის. ბატონო.
გასაჩივრება და ასე შემდეგ. ეხლა ზოგადად ესე რომ ავიდოთ, აი უბრალოდ მთლიანობაში ეს ყველაფერი რომ ჩამოვყაროთ, ეს არის რომ ჯანმო პრაქტიკულად ხელში იგდებს ქვეყნებს და ქვეყნის მმართველებს რომ განაგოს პრაქტიკულად იმ ქვეყნის პოლიტიკა. ეს არის მიმართულები აქეთ ავართ მიმართული. იმიტომ რომ აქ არავითარი ის არ იქნება დანდობა, ეს ახლიდან დაიწყება ჩაკეტვები, ახლიდან დაიწყება ეს დისტანციები, ეს ყველაფერი თითქოს არაფერი, მაგრამ თვითონვე განაცხადეს, რომ ჩვენ შეცდომა რაშიც დაუშვით, ეხლა მას გამოვასწორებთ. ადამიანები რომ ამათ შეუშალათ ომმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ხო? ამიტომ ეს არის ფარული ბრძოლა, პრაქტიკულად კაცობრიობის წინააღმდეგ, ოღონდ შეფარული. და შეფარული კუთხით მიმდინარეობს პრაქტიკულად, ვიტყვენ, არა მარტო დამონება, არამედ ქვეყნიდან ხალხის გაძევებაც კი. არა სამწავა, ხო, მთელი მსოფლიო პრაქტიკულად გადამისამართებულია, რომ თუ ამას 93 ხო, თუ არ ვწდები ხალხი. ქვეყანა 192 ქვეყანა თუ ამას ნუ ამერიკა ბრაზილია მას დავანებოთ ვინც დატოვა ხო და თუ ამას ხელი მოაწერა ჩათვალეთ რომ ეს წინ გველის ისეთი მუხლები და ისეთი შეტევა რომ ჩვენ მე მგონი ასე და სხვათა შორის ერთად დავამატებდი სანამ თქვენ ხალხუთინას გადავ აქ არის ინფორმაციის გავრცელება ანუ შესაძლებელია რომ ჩვენ დღეს რო აქ ვლაპარაკობთ თავისუფლად ეს შეითვალოს დეზინფორმაცია და ჩვენ დაგვეპატემო ამასაც არის ამაშიც არის ეს ერთ-ერთი ის ანუ თუ სხვა აზრი გაჩნდა კიდე ალტერნატიული აზრი ისიც დევნად გამოცხადდება და ამის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი იქნება ჩვენი პრაქტიკულად დაპატიმრების რამდენადაც სიმართლე არ უნდა იყოს მით უმეტეს სიმართლეს ბრძანებთ ხა მე ყველა დოკუმენტაციას ვხედავ ჩემი თვალით და ნამდვილად თქვენ ყოველთვის ისე წარმოადგენთ ხოლმე ყველანაირ საბუთს რომელიც არის მტკიცე და რა თქმა უნდა არის იურიდიულად გამართული. ველოდები რომ იქნებ სახელმწიფო უწყობებმა დამიბარო, რომ წარუდგინო საბუთები და უთხრა რომ მე რასაც ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ ტყუილს და ვსაუბრობ იმ დოკუმენტების პრინციპით, რასაც მე ვიძიებ. ბატონო კობა, უბრალოდ არ აწყობთ ჩვენ მე ხო თქვი წინა გადაცემაში ძალიან ისე გახსნილად და ღიად და ყოველთვის ვიტყვი ამას, იმიტომ რომ არ აწყობთ რა თქმა უნდა, რომ ადამიანებმა გაიგონ სიმართლე, გაიგონ რა მდგომარეობაში ვართ ერის ზოგადად საქართველოში მით უმეტეს, ასეთ პატარა ქვეყანაში და რამხელა ბრძოლები გვიწევს ჩვენ და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჯანმოდან გამოვიდეთ, საერთოდ ჯანმოსთან არანაირი კავშირი არ გქონდეს და თუ რატომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ბატონმა კობამ და ბატონო კობა მე აი სამართლებრივი კუთხით ბრძანეთ თქვენ რომ აი გასაჩივრების უფლებაც არ ექნებაო და არის თუ არა იმის საშიშროება რომ დაუშვათ აი ეს მოსამართლეებიც კი ესე ვთქვათ გაეხვნენ აი ამ დიდ პრობლემაში და აი ამ საქმეში, ამ სიბნელეში, რასაც ესენი აპირებენ. ჯანმოს ამ ხელა ძალა შეუძლია ქონდეს. იცი რა, თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ, ხო, ჯანმოს ხელში გადადის ყველა ის პრაქტიკულად უფლებები, რა უფლები და დღეს მაგალითად აქვს სახელმწიფო მეთაურებს. პრაქტიკულად ისინი იქნებიან გაწეული ჯანმოს ხელშეკრულება იმას მოწმობს, რომ მათმა უნდა დაგვიწევოს ჩვენ დღის წესრიგით, არა მარტო დღის წესრიგით, ქცევის წესები, დღის წესრიგით, კანონმდებლობით და სულ ყველაფერი. აქეთ მიდის. გამიგეთ, ყველა ის დოკუმენტი, იმიტომ რომ სასამართლო შეგვიძლია რა სასამართლო. კი ბატონო, სასამართლო შეგვიძლია იქნება, მაგრამ დაედება იმ ხელა თანხა, რომ ადამიანები ფიზიკურად ვერ გადაიხდის იმ თანხას. აქ ეს წერია. ნუ ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რა მე უბრალოდ არ დავიწყებ მუხლებთან მიმართებაში ჩამოყალიბება, იმიტომ რომ მოსახლეობის ახლა ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ აქ მუხლებლად ამაქვს. მე ყველაფერი ის დოკუმენტაცია, რომელიც ესე იგი არის, რომელიც შეესაბამება ჩვენ კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება. ცოტა რთულად არის. იმდენად ბუნდოვანია და აი იმიტომაც არის მე წეგან დასაწყისში რომ თუ ახსენე რომ გებრიუსთვის რატო არ უნდა ეს დოკუმენტაცია გასაჯაროდეს. გაასაჯაროდეს მხოლოდ და მხოლოდ ეს არის 16 აპრილს გასაჯაროებული, მაგრამ სხვა დანარჩენი ის რომელიც ქვეპუნქტები და ასე შემდეგ, მას არ ასაჯაროებენ და ის მიიჩნევს ამას არა სტაბილურად, ეს არ არის აუცილებელი რომ მოსახლეობნა ქვეყნის სხვა პირებმა გაიგონ უბრალოდ ბუნდოვანი უნდა იყოს, მოაწერო ხელი ბრმად
და შემდეგ რა დაგემართება შენ და პრაქტიკულად შენ ქვეყანა შენ მოსახლეობას, ამაზე უკვე არავინ არ ფიქრობს. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა და შორს ჩვენგან რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე ვთვლი რომ ძალიან ისეთ სატანასთან მქონია ჩვენ საქმე ფაქტიურად, იმიტომ რომ ძალა რომელიც ებრძვის საზოგადოებას და ებრძვის მოსახლეობას და უნდა რომ აღმოფხრას ყველანაირად ამ მოსახლეობის ნებისმიერი უფლება, თუნდაც არსებობის უფლებაზე აქ უკვე საუბარი, მარტო ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი, აქ არის სიკვდილის სიცოცხლის, ესე ვთქვათ, გზაგასაყარზე ვდგევართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც საშინელებაა, მაგრამ თუმცა თუ გაიცნობით ჩვენს გადაცემებს და წინა გადაცემებსაც გადახედავთ და უყურებთ ყოველთვის, ნამდვილად დარწმუნდებით აი ამაში სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, მაგრამ არ უნდა დაუშვათ. ქალბატონ თინათინ, თქვენთან მინდა ესეთ შეკითხვა დავსვა. რომელი პუნქტები აშფოთებთ კონკრეტულად წევრ ქვეყნებს? და რატომ უცხადებენ უნდობლობას ჯანმოს? თქვენი აზრით ამასთან დაკავშირებით და უფრო საფრთხეებზე კიდე რომ ჩავღრმავდეთ უკვე ეს თქვენი კუთხით მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მადლობა კიდევ ერთხელ ქართულ ტივის, რომ ნამდვილად ასეთ ძალიან საინტერესო აქტუალურ საკითხებზე გვითმობს ეთერს. ნამდვილად უნდა გითხრათ, რომ აი ეს 78 სესია მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის არის დღის წესრიგში თუ შეიძლება ითქვას და ისევ და ისევ ჯანმო არ ეშვება იმ თავის მაფიოზურ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქმედებებს და გარიგებებს კიდე, იმიტომ რომ ცალსახად იკვეთება იმ დოკუმენტში, რომელიც გამოჟონა და რომელიც ექსპერტებს საერთაშორისო მასშტაბით აქვთ და რომლისზე დაყრდნობითაც დღეს თავიანთ დაასკვნებს საშიშროებას და საფრთხეებს ასაჯაროებენ, თორე რეალურად მე მინდა გაიგოს ტელემაყურებელმა, რომ კიტარდება აგერ 16 მაისიდან იწყება 27 მაისის ჩათვლით, მაგრამ ავალდებულებდა ჯანმოს ზოგადად კანონით და ასე ვთქვათ მოთხოვნებით ამ დოკუმენტის, ხელმოსაწერი დოკუმენტის, რომელიც ეხება პანდემიურ ახალ შეთანხმებას, სულ მცირე 6 კვირით გასაჯაროებას. ანუ 6 კვირით ადრე სულ მცირე უნდა ეს წევრი ქვეყნებისთვის დაერიგებინათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, იმ ასე ვთქვათ წარმომადგენლობითი ინსტანციებისთვის, რომლებსაც შემდეგ ამის შესწავლის საფუძველზე ხელეწიფებად ამაზე თანხმობის გაცემა ან პირიქით უარის თქმა. ეს პირობაც უკვე თქვენ მე კითხვას მისვენთ და მისვით კითხვა, რომ რატომ არ ენდობიან და რატომ უცხადებენ უნდობლობას ჯანმოს. უპირველესად იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის, თქვენ წარმოიდგინეთ, კარს მოადგა ლუიტყვიან სესია და დოკუმენტი რეალურად პაკეტი სრული ის ვერსია, რომელიც უნდა ყოფილიყო აქამდეც დარიგებული, არ იქნა გასაჯაროვებული და აი მე მაგალითად მაინტერესებს მივმართო ჩემს ხელისუფლებას, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს იმ პირებს, არ ვიცი ვინც აპირებს ხო ამაზე მე თანხმობის თუ რაღაცა არ თანხმობის მიღებას ზოგადად გამოხატონ აზრი და ჯერ აღიარ უნდა თქვან, აქვთ ეს დოკუმენტი შესწავლილი, რა მიიღეს მათ, რომელი დოკუმენტის მიმოხილვას ახდენენ, იმიტომ რომ დღეს მოგეხსენებათ ჯანმოდან გამოსulis პეტიციის განხილვაც კი საპარლამენტო ასე ვთქვათ ჯანდაცვის კომიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს გადაულოცა და თავად მინისტრი, რომელიც იურისტია პროფესიით და ძალიან ბევრი იურისტია ხო ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებული. აი საინტერესოა, იციან საერთოდ ამ დოკუმენტის შესახებ, გაეცნენ ამ პაკეტს, თუნდაც იმას, რომელმაც გამოჟონა, რომელიც გავრცელდა და რომელზე დაყრდნობითაც საერთაშორისო ექსპერტები კიდევ ერთხელ ვამბობ, განგარს ტეხენ და ასახელებენ და ასაბუთებენ იმ საფრთხეებს და კონკრეტულად უნდა გითხრათ, აი თქვა ბატონმა კობამ პათოგენების და გენეტიკური მონაცემების, ასე ვთქვათ, გლობალურ სისტემაში გადაცემის საკითხზე, რომელიც პრაქტიკულად ბიოლოგიური უსაფრთხოების საფრთხის ქვეპუნქტად არის ამ დოკუმენტში. ახლა მაყურებელმა ეს რომ კარგად გაიგოს, დაახლოებით იგივე იყო COVID პანდემიის პერიოდში თუ გახსოვთ, აქაც მე მგონი კუბოვიჩი იყო ხო, რომელმაც აღიარა, რომ ნამდვილად ბიოლოგიური მასალა და ასე ვთქვათ, თუნდაც PCR ტესტირებით აღებული ხო, მასალები იქნა გადაგზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი თქვენ წარმოიდგინეთ ეს პუნქტიც კი, რომელიც მე მგონი საკმარისია იმ საფრთხის აღსაქმელად, რომელიც უქადის შემდეგ ცალკეულ ქვეყნებს და არა მხოლოდ რუსეთი, ევროპის არაერთი ქვეყანა
აი ამ პუნქტს კონკრეტულად რომ ვალდებულება ექნება პანდემიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში და პანდემიის თუ ინფექციური დაავადებების აფეთქების და ასე შემდეგ გამოცხადების საგანგებო ვითარებების გამოცხადების შემთხვევაში აი ამ გამომწვევების პათოგენების და გენეტიკური მონაცემების გლობალურ სისტემაში გადაგზავნის ვალდებულება ექნებათ ქვეყნებს, რაც როგორც საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, არის ძალიან დიდ ასე ვთქვათ, საფრთხეებს უქმნის და ეწინააღმდეგება თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ბიოლოგიური რესურსების სუვერენულ კონტროლს მოიცავს და ეს პრაქტიკულად იქნება ანულირებული. და კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა იმისა, რომ საშიშროება ექნება ბიოლოგიურ უსაფრთხოებას, ჯანმოს ხელში გადაცემული ასე ვთქვათ, ამ მონაცემების გაჟონვის ძალიან დიდი რისკი არსებობს და ამას უფრთხის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროპის ბევრი ქვეყანაც, იმიტომ რომ დღეს მოგეხსენებათ მსოფლიოში როგორი დაძაბულობაა ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, რომ გენეტიკური მონაცემების, გარკვეული ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, მასალების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში ძალიან მარტივად, ბოროტად შეუძლიათ ეს ქვეყნებმა ერთმანეთთან საბრძოლველად ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა. ახლა ერთი საკითხი კიდევ, რომელზეც ძალიან ასე ვთქვათ, ირონიულ პოზიციას აფიქსირებენ ექსპერტები, მაგრამ ამ სიცილის და ირონიის უკან ისევ და ისევ დიდი საფრთხეა. ჯერ ერთი რომ აი ამ დოკუმენტში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ის სრული ვერსია და პაკეტი, რომელიც უნდა დარიგებოდათ და რომელსაც უნდა გაცნობოდნენ ოფიციალურად და საჯარო დისკუსია და განხილვა უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ ზოგადად. არა თითოეულ ქვეყანაში, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში. არის ის, რომ პანდემია, რომელიც 229-ჯერ არის მოხსენიებული და ძალიან ხშირად უტრირებენ და ასე ვთქვათ, გამოიყენებენ აი ამ პაკეტში ვაქცინაცია, პანდემია და რეალურად არ არის განმარტება, როგორც ექსპერტები და სპეციალისტები ამბობენ. სიტყვა პანდემია არ აქვს დაკონკრეტებული და განმარტებული. მოგეხსენებათ COVID-19-ის დროს რეალურად ეპიდემიებიც კი არ იყო ქვეყნებში და პანდემიად გამოცხადდა მაშინ როცა დღეს რა იგულისხმება ამ პანდემიის უკან და რა შემთხვევაში მოხდება აი ამ პუნქტების ამოქმედება, ამაზე არავინ არ საუბრობს. გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოების ზეწოლა სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების შეფასების საკითხებში. ახლა გასაგები რო იყოს ტელემაყურებლებისთვის ეს. როდესაც საუბარია აი ამ ხელშეკრულებაზე და ზოგადად ერთიან, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სისტემაზე, ანუ ერთიან ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომაზე. ჯერ ერთი რომ ეს ტერმინოლოგიაც უნდა გითხრათ, რომ ძალიან მამაპაპურად თუ ვიტყვით, ჩახუჭუჭებულია და ექსპერტები ამაზეც საუბრობენ, რომ ყოველი ტერმინის უკან რაღაც ორაზროვანი, სამაზროვანი რაღაც იმალება და ვერ საზღვრავს მაგალითად იგივე შემფასებელი ექსპერტი რა აქვს გადაწყვეტილი ამის უკან ჯანმოს. და აი გეტყვით ერთ მაგალითად, როდესაც ლაპარაკია სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების შეფასებაზე. ჯანმოს ენიჭება მთავარი როლი და მისი, ასე ვთქვათ, მარეგულირებელის გავლენის გამო შესაძლებელია სტანდარტები, რომელიც თითოეულ კონკრეტულ ქვეყანაში არის მიღებული და რომელიც თუნდაც იცით თქვენ კანონმდებლობით არის ხო დარეგულირებული და ბევრ ქვეყანაში არსებობს წამლის გავრცელების, იგივე მედიკამენტების რეგისტრაციის, ავიღოთ თუნდაც სანიტარულ ეპიდემიოლოგიური ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის შესახებ კანონი, ხო? ეს ყველაფერი იქნება ამასთან შეუსაბამობაში. და კონკრეტულად ჯანმოს მაგალითად ექნება უფლება თავს მოახვიოს თითოეულ ქვეყანას ის სამკურნალო საშუალება, ის ვაქცინების სახით იქნება მედიკამენტების თუ სხვა სამედიცინო საშუალებების სახით, რომელიც მისთვის იქნება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ხელსაყრელი და რომელზეც თუ შეიძლება ითქვას, უკვე შეინიშნება ერთგვარი კორუმპირებული, ასე ვთქვათ, წინასწარი გარიგებები ფარმგიგანტებთან. ჯერ ერთი რომ აი როდესაც წინა მოგეხსენებათ ასამბლეის დროს ძალიან ბევრ საუბრობდით, რომ ჯანმო იღებს ერთპიროვნულ მმართველობას. აი ეს პუნქტებით თითქოს შეალამაზა აი ამ მეორე პაკეტში ჯანმომ, რომელიც 78 ასამბლეისთვის მოამზადა და იცით ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ თითქოს ჯანმომ მოიხსნა ეს ფუნქცია და პირდაპირ აქვს ახლა მითითებული, რომ მას მხოლოდ ექნება
ასე ვთქვათ, ორგანიზატორის და ინფორმაციის და შედეგების გამსაჯაროვებლის ფუნქცია და რომ ძირითადი შემოქმედები იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებთანაც ის ურთიერთობს. კითხვა ისმის, რომელი ორგანიზაციები, იგივე ვთქვათ, როკფელერების ფონდი, გეიცის ფონდი, ის ბიგ ფარმას ვეშაპები, რომლებთან ერთადაც კორუფციულ გარიგებებშია და წლობით რო იტყვიან განაგებდა ამას და ცალკეული მედიკამენტების და ვაქცინების გამოყენება დანერგვას ემსახურებოდა ჯანმო. ვინ იქნება ამის შემოქმედი? ერთია რომ თითქოს ჯანმო ამას მიიღბავს და იძახის რომ მე არ ვიქნები ასე ვთქვათ ერთპიროვნული მართველი და ჩემს ხელთ არ იქნება ამის ყველაფრის ორგანიზება. მე ვიქნები მხოლოდ შედეგების გამცხადებელი და როგორც ქსელის ასე ვთქვათ ორგანიზატორი. თავიდან იცილებს ესე გამოდის თითქოს. მაგრამ აი შენიღბულია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის შენიღბული და აი როდესაც იგივე მედიკამენტებზეა საუბარი და მე მოგახსენეთ რომ ჯერ კიდევ გავიხსენოთ COVID პანდემიის ასე ვთქვათ შედეგები, ხო? გახსოვთ ალბათ როგორი იყო აქაც იძულებით თასმოხვეული ის მკურნალობის მეთოდიკა, იგივე ვაქცინები, რომელიც პრაქტიკულად გამოუკვლეველი და შეუსწავლელი იყო, მაგრამ მოდით ავიღოთ გზამკვლევები და მკურნალობის ის მეთოდიკა, რომელიც დღეს უკვე არარაციონალურად არის შეფასებული და აღიარებულია, რომ ის კლავდა და საექსპერიმენტო ნაწილი იყო. და იცით თქვენ რა იყო აგერ რემდესივირზე, მიდაზოლამის ამბავზე, ხა ჩვენთან ეს კიდევ კაი ვერ გამოიყენეს და არ იყო ამ ევთანაზიის ასე ვთქვათ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე აი ერთ-ერთ კონფერენციაზე ვთქვი და მინდა რომ ტელემაყურებელმაც გაიგოს, აი ამ სედაციურ საშუალებაზე, რომელსაც ძალიან ინტენსიურად იყენებდნენ ბრიტანეთში და პრაქტიკულად 100,000-ობით ადამიანის შემდეგ ვითომ და მკურნალობის ეგიდით მე ევთანაზიას დაუკავშირეს და პრაქტიკულად სიცოცხლეს გამოასალმეს. ამაზე დღეს საქმეა აღძრული, როგორც სადისტი მედების საქმედ არის ეს ცნობილი და გახმაურებული და მთელი პრობლემა იქნება ის, რომ ისევ ქვეყნებს არ ექნება და მათი ჯანდაცვის სისტემებს უფლება იმისა, რომ თავისი ასე ვთქვათ მეთოდიკები ჩართონ, თავისი კორიფეები დარგის გამოიყენონ და აი მე მივმართავ ჩვენს ასე ვთქვათ ხელისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრო, არ ვიცი ვინც მოაწერს ამაზე ხელს, რომ ამაზე არ შეიძლება ასე ბრმად წასვლა. ეს დოკუმენტები უნდა იქნას დეტალურად შესწავლილი, განხილული აუცილებლად ექსპერტებთან, იურისტებთან, ექიმებთან ერთად. ზოგადად ის რომ არც მოხდა ამის ასე ვთქვათ მასშტაბურად განხილვა და ამაზე დისკუსია და ასე მარტივად შემოაქეს პირდაპირ სესიაზე ჯანმოს, ამის გამოც უცხადებენ ექსპერტები მას უნდობლობას და თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, ჯერ სანამ ქვეყანას ყავს სპეციალისტები, ყველა დარგის კორიფე, რომელსაც თავისი აზრი აქვს ქვეყანას სამედიცინო პოტენციალი იმისა, რომ თავად შექმნას და შეიმუშავოს, ვთქვათ, ამა თუ იმ პრობლემის წინააღმდეგ, ხო? სამკურნალო მეთოდი, თავისი გამოცდილებიდან ელემენტარულად გაიხსენეთ პანდემიის დროს. ექიმებს ჰქონდათ, ასე ვთქვათ, უკვე დაგროვილი, თუნდაც 30, 40, 50 პაციენტის გატარების შემდეგ თავიანთი დასკვნა, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ. ყველას ერთნაირი გაიდლაინით მკურნალობდნენ. მართლა ციხით ემუქრებოდნენ ამის გამო და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამკაცრდება, კიდევ უფრო შეიზღუდება და ამის გამო ანუ უარესობას უნდა ველოდოთ. უარესობას რა თქმა უნდა ველოდოთ ამ ხელშეკრულებით და ამ ახალი პანდემიური შეთანხმებით. ასე რომ ეს მარტივად მისაღები დოკუმენტი და მარტივად მისაღები თანხმობა ამ დოკუმენტზე არ არის და არ გახლავთ. ძალიან სამწუხარო და რა ვიცი, მე მგონი ძალიან ყურადსაღებია, რაც ახლა თქვენი საუბრად. მე მგონი ხალხი ბედნიერი იყო და ბედნიერია, რომ კოვიდი გადავაგორეთ, ესე ვთქვათ და უკვე მოვიცილეთ ეს დიდი უბედურება და ეხლა ვართ ძალიან კარგად, თუმცა როგორც ხედავთ და გესმით, ჩემო ძვირფასებო, მქონია ძალიან დიდი საშიშროება და ვართ საშიშროების წინაშე. ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს. ბატონო კობა, რა სიტყვით, რას ემსახურებოდა მაინც აი ვაქცინების გამოყენება და რატომ მოახვიეს ისინი თავსკაცობრიობას ზოგადად და რისთვის არის გამიზნული? ეხლა ქალბატონი თინა რო საუბრობდა, ერთის გამახსენდა ბანერი, რომელიც ხიდზე გადმოკიდა ხელისუფლება და მე ვიღაცებს არ მოეწონდა და ჩამოხიეს, ხო? აქ იყო ესეთი, რომ თუ ესე იგი დაახლოებით ჩვენ არავის ვემონებით დაახლოებით ხა სუსტი ის არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მსგავსი რაღაც შინაარსის იყო, ხო? რომ საქართველოს არავის არ ემონება თუ რაღაცა მაგდაგვარი. ზუსტად ბატონებო, ეს ხელმოწერა თუ მოხდა და ჯანმოს ამ ახალ პანდემიურ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ჩათვალეთ, რომ დამონებული კი არა, დაჩოქებული ვეყოლებით უკვე თლიანობაში.
და მე მინდა ახლა ერთი სურათი ვაჩვენოთ მაყურებელს და გეტყვით ეს გახლავთ კისინჯერის ციტირება 2009 წელს 25 თებერვალს რომელიც მან განაცხადა ესეთი გამოსვლა იყო ევგენიკის საბჭოს გამოსვლაზე თქვა ну ევგენიკი ახლა ალბათ ყველა მიცის ზოგადად მაგრამ მაინც ახლა ციტირებას გავაკეთებ როდესაც ნახირი მიიღებს სავალდებულო ვაქცინაციას თამაში მთავრდება ისინი მიიღებენ ყველაფერს იძულებით, სისხლს ან ორგანოს საერთო სიკეთისათვის. ჩვენ შეგვიძლია ბავშვების გენეტიკური მოდიფიცირება და მათი სტერილიზაცია საერთო სიკეთისათვის. ვაქცინის წარმოებლები მილიარდებს გამოიმუშავებენ და ამ დარბაზში ბევრი თქვენგანი მომავალი ინვესტორია. ეს არის დიდი მომგებიანი გარიგება. ჩვენ ვანადგურებთ ნახირს, ნახერი კი გვიხდის განადგურების მომსახურეობაში. ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდება. აი იმის მიმართებაში რაც ქალბატონმა თინამ ახსენა, რომ ესე იგი პრაქტიკულად გეგმა მიდის, ვაქცინირება დაიწყება, პანდემია გამოცხადება, ამ ხელშეკრულებების მერე ну ჯერჯერობით ომებია რაღაცა რამდენად მოახერხებენ არ ვიცი მაგრამ მაინც იმიტომ რომ ერთმა ომმა შეუშალა ხელი და პანდემია გაიქცა და ახლა შემდეგი არ ვიცი როგორ იქნება ეხლა ამას მიმართებაში ჩვენ რომ გავიხსენოთ ცოტა ზოგადად ხო აი შვედეთში მაგალითად 35-76 წლებში სტერილიზება ჩაუტარეს მაგალითად ქალბატონებს ხო ასეთივე სტერილიზება მოხდა შვედეთში ნორვეგიაში მე ზოგადად აი ხლა იმიტომ მონაცემებს ამოვიწერე და დამაინტერესა რომ რატო ღებულობენ ესეთ და რატო მიდის უბრალოდ ვაქცინირება და რა დგას ამ ვაქცინირების უკან და რატომ არის რომ გინდა თუ არა უნდა შეიშღაპონა ეს წამალი ხო უბრალოდ ეხლა მეორე კიდე ხა აი მაგალითად ნორვეგიაში ეს იყო მე როცა 40000 ქალბატონიდან 6000 ქალის სტერილიზაციას გაუკეთეს. შემდეგ მოხდა 73-ზე ამერიკაში 1073 წელს 700-ზე მეტი ქალი იყო სტერილიზებული. პრაქტიკულად ჩვენ ამ ვაქცინებით რომელიც ჩვენ ახლა თავზე გვახვევენ და უფასოდ გვაძლევენ ეს მიმდინარეობს. ეს არის თუ კისინჯერი განაცხადა და ამბობს ამ პრაქტიკულად ახლა ვაქცინირებით ხდება სტერილიზება. უბრალოდ ამოფარებულია ეს ყველაფერი ვაქცინირების სიმ. ახლა მარტო ახლა აი ვერ მალავ იმას და მინდოდა ახლა ეს მეთქვა მაგრამ აი უბრალოდ მარტო ქალების სტერილიზაცია არ ხდება ხო ახლა აღარ ხდება. ანუ კაცებსაც გადავიდნენ კაცების სტერილიზაციას ხდება. ეხლა ინდონეზია ხო ღარიბი აქ არის ახლა სუახლანდეთ 2 დღის უკანდელი ინფორმაცია არის ინდონეზიაში ღარიბი მამაკაცის სტერილიზაციას გეგმავენ და წარმოიდგინეთ რომ მათ უხდიან 500,000 რუპიას და წარმოიდგინეთ დოლარებში რამდენია 30 დოლარი და თანხმდებიან ну არ ვიცი ახლა თანხმდებიან თუ როგორ იქნებიან მაგრამ ну სავალდებულო პირობები იქნება სავალდებულო გახდება ეს პრაქტიკულად ну ეს უკვე ის არის არ ვიცი რა დავარქვა მიზანმიმართულია თუ გახსოვთ 200 ლარს რო უხდიდნენ და კი აი ზუსტად რა კარგია შემახსენე თუ 200 ლარს ხო 200 არა მეტი უნდა გადაიხადოს ახლა ჩვენთან ცოტა მეც უხდიდნენ სხვათა შორის ახლა თუ ჩვენ ინდონეზიას იმას ვიზავთ მაშინ ცოტა მეც უხდიან ამ მინდა ეხლა გენეტიკის შეცვლა ხო აი ვაქცინის მიმართებაში ხდება და ამით ახდენენ ზუსტად იმაზე რასაც ვსაუბრობ და აი ისა ბატონმა როგორ ახსენეთ კუბოვიჩი რო იყო ერთი რომელმაც პრაქტიკულად განაცხადა ერთ ტელევიზიაში გამოსვლაში რომ ჩვენ ვაგზავნით ყველა იმ მონაცემებს გენეტიკურ მონაცემებს პენტაგონის ლაბორატორიაში პრაქტიკულად პენტაგონში და ასე შემდეგ ну რატო რისი გულისეს ხო მაგრამ მარტო ვაქცინირებას და მარტო ამ სტერილიზებას რო თავი დავანებოთ მე გეტყვის რომ ესე იგი მთლიანობაში საქართველოში რა ხდება ну ამას რო თავზე მოგვახვევენ კი მაგრამ გეტყვით რომ 20-30 შემთხვევები დღეში ხდება ქორწინებისა უცხო ქართველი გოგონებისა უცხო ადამიანებს უცხო ტომებზე ეს ინდოელი არ აქვს გასმნიშო 20-30 მე არ ვიცი რა ფულს უხდიან თუ მართლა შეყვარებით ხდება თუ რაღაცა ოჯახი შექმნის კუთ მაგრამ ეს პრაქტიკულად ახლა მე ცოტა კითხვის ნიშანსო და ალბათ თქვენს დასვავდით ხო მაგრამ
ეს ხო მიზან მიმართულია ჩვენი გენეტიკის გადაჯიშების, ჩვენი გენეტიკის შეცვლის და გაუბედურების მიზნად. ხალხი გარბის აქედან ვიღაცები შემორბიან აქა და ამას რატოღაც ზოგიერთი აღიქვამს ნორმად. მე ბატონო კობა დავარქმევდი ამას თვითონ ჩვენში პრობლემას, ანუ ჩვენში რომ შეფასებას და ჩვენს ინტელექტს შეგნებას. ჩვენში რომ პრობლემაა და ასე შემდეგ. ჩვენში რომ პრობლემაა და მოსახლეობა რომ აბსოლუტურად არ მინდა მე ახლა ცოტა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ შეგნებაა მე დაკარგულია თვითშეგნება, დაკარგულია რაღაც თვითაზროვნება და საერთოდ თლიანობაში, ხო? მაგრამ ამას ახლა მე ესე ვიტყვი, ასევე მოდით რო გავამყაროთ ჩემი სიტყვები. კიდე ვიტყვი რომ ვიდეოს გავუშვათ და ამ ვიდეოში არის ეს ეკონომისტი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი აცხადებს რომ 99% დარწმუნებულები ესა რომ COVID-19-ში ჩინეთში კი არა ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გავრცელდა ეს პანდემია. ნუ რა თქმა უნდა მე როცა ვამბობდი რომ აქ არ შემოსულა საზღვრები არ გადამოულახია და გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიიდან მეთქი ზოგიერთ ამას არ ჯერავს რატოღაც. ეხლა შემდეგ ვიდეო ვაჩვენოთ. დიდი ბრიტანეთის კანცლერი ჯერემ ჰანტი მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, დიახ კიდევ ერთი პანდემია იქნება, დიახ ახალი ვაქცინები იქნება, დიახ თქვენ იძულებული იქნებით მათი მიღება ან თავისუფლების დაკარგვით. ესეც მე ხო არა ვარ ბატონებო, ესეც ის თქვენი ამერიკის რო იტყვიან ყოფილი კანცლერი. ეხლა ამას ყველაფერს როცა თვალსადენე როცა უყურებ, როცა კითხულობ ადამიანი, როგორ უნდა გაგიჩნდეს სურვილი რომ ჯანმოს ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერო. მაგრამ ეს არის შეფარული ხო ყველაფერი. ეხლა აქსევეა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანმა ონკოლოგმა, კანადელმა მექიმე უილიამ მაკიმ. ალბათ ქალბატონი თინამაც იცის ამას კარგად ჩახედულია, მაგრამ მე ამ ფაქტებს ვასახელებ და ესეთ მითითებია. ჩვენ ესე იგი ჩვენება მისცა ტურბოკიბოს შემთხვევაში, ესე იგი COVID ამ RNA ვაგნო COVID-თან მიმართებაში, რომელიც ესე იგი კაცი გაუგნებული და მასობრივი მკვლელობა მიდის, ეს არის მასობრივი მკვლელობა ამ ვაქცინაციით, როცა ესე იგი მოხდა ვაქცინირება, გავრცელდა ტურბოკიბო პრაქტიკულად ძალიან მაღალ დონეზე. შემდეგ ვიდეოს ვაჩვენოთ. ესეც ალბათ უფრო მაყურებელი მეტად უფრო დაინტერესდეს და მეტად რო იყოს. კი, ეს გახლავთ ახალი არჩეული ჯანმრთელობის მინისტრი რობერტ კენედი. და საუბრობს, რომ პოლიომიელიტის ვაქცინა შეიცავდა ვირუსს, რომელიც სიმიან ვირუსი 40 ქვია. ესე იგი, აქ რომ მე წავიკითხე ქალბატონთინაციის ახლა ამ მიმართებაში და რატომ მინდა, რომ უბრალოდ მე რო წავიკითხე, მე გავუგდი და აქედან იმიტომ რომ ქალბატონთინა პირდაპირ მნიშვნელობით მუშაობდა იქ, სადაც აი ზუსტად აკეთებენ ცდებს და ასე შემდეგ, რა. ერთ-ერთი ყველაზე კანცეროგენული ნივთიერებას წარმოადგენს ეს. სინათლეში მათი მსოფლიო მეცნიერები იყენებენ მხოლოდ ვირთხებზე. და აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება 30 ესე იგი იყო ვაქცინაში და 98 მილიონი ადამიანი დაიფიცირდა ამ ვირუსით. ეხლა მითხარით, სად ვეძიოთ ჩვენ და რა შედეგიცაა ეხლა იმ ვაქცინირებული ადამიანების დღეს რო ჩვენ ვიმკით აი ეს თემა. და ყველა რო ნანობს რომ ასევე კენედი თვითონვე განაცხადა, ეხლა ეს ამ ვიდეოს უბრალოდ მე არ გთავაზობთ, იმიტომ რომ აქ არა. განაცხადა, რომ ალბათ ყველას მოусვენე კენედის ხმის ტემბრი. თუ როგორ საუბრობს. მან თქვა ასეთი რამ. და ჩემი ესე იგი ხმის ტემბრის დამახინჯება აღმოჩნდა, რომ თურმე აბრალებს და გამოიკვლია, რომ ეს იყო გრიპის ვაქცინის გამომდინარე. გრიპის ვაქცინა, რომელიც მან აიცრა, იმის დამხედვით აღმოჩნდა, რომ მან დაკარგა და სპაზმური დისფონია აღმოუჩნდა. და იმიტომაა მისი ხმის ტემბრი ხა ძალიან ცურთული მოსასმენია, ხო? ეხლა კიდევ ვაჩვენოთ ერთი ვიდეო ჩვენ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი სიტყვები დღეს რაც ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის პროფესორი ონკოლოგი ინგუს დანგლიში. მისი სიტყვები ესეთი, ფაიზერი
ყველა ინექცია Pfizer ამას არ აქვს მნიშვნელობა სიმიან ვირუსით იყო გაჯერებული სიმიან ვირუსი 40 ეს ყველა ვირუსა ვაქცინა იყო ამითი გაჯერებული მოდერნად ასევე ეხლა ქალბატონო თინამ რო ახსენა რომ ჯანმორო დაგვიწესებს ჩვენ და გვეტყვის რომ აი ამ ვაქცინით უნდა აცრათ თქვენ მოსახლეობა ხო სხვა წახვალთ მე როცა გავაკეთე ერთხელ 2021 წელში როცა თქვი და ხელი მოვაწერე ნამდვილად რომ გინდა თუ არა იმის რო არ იყოს რა ქვია ვირს პიტნა არ უყარდა და ცხურში ტენიდნენ და ჩვენ რო ხტენიდნენ გინდა თუ არა Pfizer-ით ავცრილიყავი მე რო ვთქვი რომ კაცო იყოს სხვაც და იყოს არჩევით ხო შეიძლება მაშინ მე მართლაც მივმართე და ის რა ქვია სპუტნიკი თუ ის იყო რა ქვია რუსეთი ხო რატო იმიტომ რომ არჩევით ყოფილიყო ვისმეც უნდა მაგრამ არა იმიტომ რომ თურმე ეს იყო ბატონოკობა თუმცა აი კი იყო AstraZeneca ხო სხვებიც იყო ხო ეს მოდერნა და ამ შემდეგ მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ ქონდა ხალხს მაინც ამის თაობაზე ხო ეს ინფორმაცია იმიტომ დამალულია ხალხებთან მაგრამ იმიტომ როგორც ეხლა მაგალითად აი როგორც არის ეხლა პანდემიური მაგრამ იცოდა ბევრმა იცოდა იმათმა რომელი ბუნაგშიც მაგალითად იჯდნენ ზოგიერთები და რომლებიც თავიანთ ახლობლებს მე ერთხელ გადაცემაში თავიანთ ახლობლებს აფრთხილებდნენ რომ არ აეცრან და ის ყველაფერი ისა ტყუილი იყო რომელიც მათმა და მათი შვილების და ის რა ვიტყვიან ასევე კიდე ერთ ვიდეო ესა იაპონელი ტოკიოს მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორი მურაკამამი მან გაასა Pfizer-ის ინექცია შეიცავს სიმიან ვირუსი ესეც ერთ-ერთი იაპონელი ისევ სიმიან ვირუსის 40-ზე საუბრობს რომელიც ასევე ამბობს რომ გაჯერებული იყო პრაქტიკულად ის უბედურებებით რაც დღეს ხდება ხო Pfizer-ის ანუ თლიანობაში რო გადავხედოთ ხო ამას ყველაფერს 23%-ით მეტი სიკვდილიანობა აქვს ყველაფერს ამ აი COVID-ით ვაქცინებით რაც მოხდა ეს საკმაოდ დიდი ციფრია და არ არის პატარა ციფრი მე ვთქვი და გამომეორდები რომ 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა COVID-ით და 17 მილიონი ადამიანი დაიღუპა ვაქცინირების შედეგად და ეს აი მე აქ კიდე ასევე არის ესე ჩვენ ციტატა ესეთი მისი რომ ჩვენ დავინახეთ მიოკარდიტის და პერიკარდიტის უზარმაზარი ინსულტთა სხვა ტრამვული მოვლენებთა ანუ ეს ნევროლოგია მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იყო თუ თქვენ გახსოვთ ფსიქიკურად უკვე დრო დაავადდა ადამიანები ხო კი იყო ძალიან ბევრი შემთხვევა აი მე ახლა ამ ყველაფრის რაც მე ახლა ჩამოვთვალე და რასაც მე ახლა ამას საუბრობდი და გაუგნებული ვარ რომ აი პანდემიურ ხელშეკრულებას გავეცანი ეს კიდე სრული არ არის გავეცანი აი ვიდეოებს და ამას რომელსაც ეს ადამიანები საკმაოდ განათლებული ხალხია და ჩახედულია სამედიცინო სფეროში და არა რაღაცა პატარა ჯგუფით არამედ აი ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი იქ კარგით სოფლიოში არის ადამიანები ჯგუფი რომელიც ამაზე საუბრობს და რაღაცა მიდის იურიდიული მიმართულებით რაღაც ასამართლობები მიმდინარეობს მაგრამ ჩვენთან რა ხდება ვინ აგებს პასუხს გახარი აგებს პასუხს ვინ აგებს პასუხს ხო უნდა მოხდეს ერთხელ და ანუ იმნაზე აგებს პასუხს თუ გამყრელიძე აგებს ის მოკდა რა ქვია დაიღუპა ბოდიში ცოტა ისე არ მინდა მიცვალო მაგრამ დაიღუპა კარგი წაიღო იმ ქვეყნიდან ამ ქვეყნიდან წერილი მაგრამ დანარჩენები რა შვებია ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი უბრალოდ მე კითხვებს ვსვა იმ ადამიანებს ვინ უნდა გასცეს პასუხი ვისი ოჯახის წევრების დაიღუპა ზუსტად იმ ძალდატანებით ვაქცინირებით რომელიც მაშინ ხდებოდა. მithom და შეფარულად, როცა მე შეკითხვა დაუსვი გამყრელიძეს, რომ რატო ხდება ძალდატანებთ, არავითარ შემთხვევაში როგორ გეკადრებათ. მაგრამ ხო ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ხო კარგად ვიცით ყველამ, რომ ამის უკან სამსახურების ხელმძღვანელებს ავალებდნენ, რომ ყველა უნდა აცრილიყო და ყველა უნდა ყოფილიყო აცრილი მათ სამსახურებში, ხო? თუმცა ჩვენს და ბოლოს ახლა ერთ-ერთ იმას ვიტყვი რა, რომ აი ძალიან გასაოცარი იყო, რომ ახლა კიდევ ამ რახან ვაქცინებს შევეხე ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიცი ვის მოზდის თავში ასეთი
სახად აზროვნება და ესეთი კარგი გადაწყვეტილება, როცა ლაპარაკობენ ისა პაპილონა ვირუსთან მიმართებაში და აცრასთან მიმართებაში. და ვკითხულო, უკვე გეგმავენ ბიჭების აცრას საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. ეს პირდაპირ ამოვიღე და მე თქვა თქვენთვის რომ უბრალოდ მეცნობიერება რომ მითხარით ახლა ბიჭებთან მიმართებაში ცოტა ან მე რაღაცა ცოტა ორიენტაციით ვერავარ ანუ მე რას ვამბობ რომ დიდ მედიცინას ამ ყველაფრის შეხედულებით ამ ყველაფრის გაცნობის შემთხვევაში ამას ყველაფერს ეს ერთ-ერთი პუნქტი იყო ეხლა თქვენ რა არა ეს იყო ერთ-ერთ როკეტყვით ერთ-ერთ იმაში და აქ მიდის საუბარი იყო რა პაპილონა ეს ამერიკის ერთ-ერთი საიტიდან არის ამერიკის ედო და იქ იყო ესე იგი რომ ნუ გოგონების და ასევე ბიჭების და ეს მე ამოვიღებ და ბოლოს ვიდეოც არის გადახეთ ვაჩვენოთ თუ გენეთ სრული სიგიჟე ეს რომ ესე იგი პაპილონა თურმე ბიჭებიც უნდა აუცილებლად საშვილოს ბატონო კობა ნახეთ როგორ არის საქმე ეხლა ცოტა იუმორშიც გადავიდეთ არა იუმორში უნდა შევხედოთ თორე ამას ყველაფერს ეროვნულ შეხედოთ ცოტა რთულია უსწრებთ ზოგადად მოვლენებს ადამიანები აი იქ რობოტები გამოვიგონეთ ხელოვნური ინტელექტი გამოვიგონეთ და მალე ალბათ ადამიანები საერთოდ აღარ ვიქნებით არაფერში საჭირო როგორც ჩანს ეს ალბათ უპირებენ მამაკაცებსაც ქალბატონებად გადაკეთებას და ალბათ რამოდენიმე მამაკაც ექნება იმის სურვილი რომ დავუშვათ შობიარობა გამოსცადოს და ასე შემდეგ და ალბათ იმაცია გათვლილი თორე ეხლანდელ ესე ვთქვათ სიტუაციაში როგორც მამაკაცები ცხოვრობენ მგონი ეს ალბათ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ არის მოთხოვნა იქნება მერე და მაგრამ ასეთი მოთხოვნა და ასეთი ტემპით თუ წავალთ ცოტა საეჭვოა რომ ვინ დარჩება მაშინ მერე გამდაპოპიერებელი ესე რო შევხედოთ. ნუ აი ესეთი მარაზმი ნამდვილად კარგი ხანია, მე არ გამიგი. ნუ ალბათ ეს რობოტებზეა გათვლილი უკვე და აღარ უნდა გვეშინოდეს. არა, იცით რა არის? აი უბრალოდ ამ ყველაფერს როცა აჯამებ, მე ფიქრდები, ხო, აი გავიხსენოთ ჩვენ პანდემიიდან მოყოლებული, ჩვენ მოდივერთ და ვირძეთ ამის იმას. აი ეს ფინანსები, უაღრესად დიდი ფინანსები, ამაზე კითხვა არის მის. საწავიდა რო შემოვიდა ამ ხალხს, ზოგი რომ უატყვეს და 200 ლარიც რო არ მისცეს საწყას და ისე შერჩათ. აცრა. ხო, საწავიდა ის ფული, თუნდაც ის სასტუმროების ის რო იყო. მე გახსოვთ თქვენ ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში რო შეიტანეს საწოლები და ასე შემდეგ, თქვენ ესეც გადო, ამაზე დიდი ფული მოიხსნა. მოიხსნა დიდი ფული ყველა იმ მიმართულებით, თუნდაც იმ COVID სამატყოფებთან მიმართებაში, რომელიც იყო მაშინ დაგეგმილი სად. ეხლა სხვათაშორის ამასინებზე იყო, რომ აინტერესებთ რა თანხა დაიხარჯა და რა მიდის. ეხლა რაღაცა ზოგადად გამოძიება, მაგრამ როდის იყო ეხლა რომ მისი არ იყო მელამ თავის კუდი მოწმეთ მოიყვანა ხა ვინ გამოიძიებს ამას ვინ იტყვის რომ დადებენ იმ ფაქტს რომელიც თვითონ აწყობთ და უნდა დაიწერება თავის კაბინეტებში დაიწერება და ისე თავის ხალხს გამოაქვეყნება რა შენ როცა შეგზღუდავენ და შენ როცა სიტყვის თავისუფლებას უკვე აღარ გექნება და თავისუფლად ვერ იტყვი იმას რომ შენ განსხვავებულ ასრს ამაზე მოაწერს ხელს პრაქტიკულად იმ ჯანმოს ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას დიახ, ქალბატონი თიკო მე კითხვა მინდა დაგისვათ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა მაინც ჩავეტიოთ. და ამასთანავე მეორე კითხვასაც დაგისვათ, მაგრამ ახლოს არის ძალიან ერთმანეთთან. რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით ზოგადად პანდემიური ხელშეკრულება? და რატომ ცდილობს ასე დაჟინებით გაფორმებას ჯანმო. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნუ ფაქტიურად ორივესთან მექნება ბოლოს დასკვნითი ეს კითხვა, მაგრამ მაინც დაგავაჟღერებ. როგორ ფიქრობთ საქართველოში ჯანმო დაეთანხმება რამოდენიმე პუნქტს დაუშვათ აი ამ დაუშვათ ხელშეკრულები და რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რომელიც დაუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის იქნებ რაღაცით მაინც იყოს მისაღები, თუ არის რომ არც ერთი პუნქტი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები და არ უნდა დავეთანხმოთ რომელიმე კონკრეტულს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ამაზე მარტო საქართველოს კი არა, კიდე გიმეორებთ სოფლიოს ქვეყანა არ დარჩა, რომელმაც შეისწავლა და შეიტყვენ ხედავს უკვე ამ საშიშროებას. მე იმიტომაც გეუბნებით საქართველოში ამაზე ხმას არავინ არ იღებს და ვის კომპეტენციაში შედის და ვინც აიღებს მე ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე, იმას არც აქვს შესწავლილი ეს დოკუმენტი და არც აქვს განხილული. აქ ახლა მეორე საკითხია ის, რომ
იმდენად ვერაგი პუნქტებია კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომელიც აქ იურიდიული, საინფორმაციო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების და სხვა, ხო, კუთხით უკვე საშიშროებას უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტს, მაგრამ სამედიცინო ასპექტით რო შევხედოთ, ხო, ელემენტარულად. აი დღეს საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ექსპერტებმა 30-მდე პუნქტი ჩამოაყალიბეს, რატომ არის ეს მიუღებელი და რატომ არ უნდა დავუჭიროთ ამ პანდემიურ შეთანხმებას. და აი გეტყვით, ისევ და ისევ გაგრძელება გამოდის ამ COVID პანდემიის ანალიზის და შეფასების და პირდაპირ აყენებენ საკითხებს. ჯერ ერთი იმას, რომ COVID პანდემიის დასრულების შემდეგ ჯანმოს არ გაუკეთებია განცხადება, შეფასება და თავისი სიტყვა, ასე ვთქვათ, არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე აი ამ ვაქცინაციის და ერთიანობის, უცით, ჯერ გააცნობიეროს მაყურებელმა, რომ ჯანმო ერთიანი ჯანდაცვის სტრატეგიას აწვება, აი ამ ასე ვთქვათ ხელშეკრულებით და სესიის სახელწოდებაც უნდა გითხრათ არის სოფლიოს გაერთიანება, სამყაროს გაერთიანება ჯანდაცვის ინტერესებისთვის, ხო, ინტერესებში, მაგრამ ვერასაბუთებს განვლილი და უკვე როდესაც დასრულებული პანდემიის გამოცდილებიდან აი ამ ერთიანმა ჯანდაცვის ვითომ და მექანიზმა, ხო? რატომ გამოიწვია ასეთი განსხვავებული შედეგები იმ ქვეყნებსთან შედარებით, რომლებიც იყო, ასე ვთქვათ, მდიდარი და საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებში, თუნდაც იგივე შეტანილი ვაქცინების, ხო და თითოეულ სულ მოსახლეზე და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის ასე ვთქვათ სტატისტიკის გათვლით 10ჯერ და 30ჯერ უფრო ნაკლებია სიკვდილიანობა ასეთ ქვეყნებში. ჯერთი ეს იმიტომ, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც ვერ მოხდა იძულება, მოდით მე ჩემ აზრს გეტყვით და ბუნებრივია ეს ასეც არის. და მეორე ის, რომ ის გლობალისტური კასტა, რომელიც ამ ყველაფრის უკან იდგა და ახლაც დგას, აი რომ ბრძანებთ თქვენ, რომ რატო ცდილობთ და რატომ ლამობთ ჯანმო, ხო, ამ ხელშეკრულების გაფორმებას, იმიტომ რომ ეს არის უკვე წინასწარ დაგეგმილი კორუმპირებული ბიზნეს გარიგება. აი ასე ამბობენ და ასე აფასებენ ამას ექსპერტები, რომ ამ ჯანმოსთან გარიგებული ფარმაფია, რომელიც იცით თქვენ, რომ პრაქტიკულად უკვე რომელსაც დასაწყობებული აქვს 100,000-ობით, მილიონობით დოზა ვაქცინების პრეპარატების, აი, როდესაც საუბარია ტურბოკანცერზე, ღიადაც არის ეს დღეს ცნობილი, რომ გამოიწვიეს, ასე ვთქვათ, სიმსივნური პათოლოგიები ადამიანებში და ახლა მათ მკურნალობას თავად იღებენ თავიანთ თავზე, ხო? ეს ხო ცნობილია, გახსოვთ ჩვენ არაერთი ტელევიზიის ეთერით ვაჩვენეთ, მაშინ Pfizer-ის გენერალური დირექტორის გულას, ასე ვთქვათ, კმაყოფილება, რომ ამ მკურნალობას, ასე ვთქვათ, და შესაბამის პრეპარატებს ასევე Pfizer-ი იღებს საკუთარ თავზე და მე კიდე გეტყვით იმ აი ამ 30 პუნქტიდან ყველაზე საინტერესოს იმას, რის გამოც უნდობლობა უკვე მთლიანად ჯანმოსადმი და ის რომ დღეს ჯანმო არის პრაქტიკულად მაფიოზური დაჯგუფება და არანაირად არ არის კაცობრიობის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ორგანიზაცია, ეს უკვე გაშიფრულია ბოლომდე, აი თქვა ბატონმა ყობამ და ასეც არის ჯანმო წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის, მსოფლიო მოსახლეობის სტერილიზაციას, დაავადებას, მათი ჯანმრთელობის დაზიანებას ემსახურებოდა და ეს ამას ყველაფერს ეს ფარდა აეხადა და ყველაზე საოცრება არის იცით რა, როდესაც დღეს შეფასება კი არა, ვერ დასტურდება ჯერ ელემენტარულად ავიღოთ COVID-19-ის გამომწვევის SARS-CoV-2 არც ერთ ქვეყანაში დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ფიზიკურ სამყაროში ეს ვირუსი, ხო, ამხელა პანდემიის გამომწვევი, რომელმაც მთელი მასები ჩააკეტა და ქვეყნები კომპიუტერული სისტემების ფარგლებს გარეთ ვერ მოხდა მისი იზოლირება, მისი გამოყოფა, ამაზე ხმას არ იღებს ჯანმო. ჯანმო ხმას არ იღებს იმ ნულოვან პაციენტზე, რომელმაც ვითომ გაავრცელა, ხო, ეს ინფექცია. ბოლოს და ბოლოს იდენტიფიცირებულიც არ არის ეს პაციენტი, რომელზეც გახსოვთ რა ამბავი იყო. აღარ არის საუბარი იმ ზოონოზურ, იმ ცხოველურ წყაროზე, რომლიდანაც წამოვიდა ეს ინფექცია და უამრავი კითხვის ნიშანი დგას, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ჯანმომ. ჯანმომ, რომელიც იღებს დღეს და თითქოს, ასე ვთქვათ, ისევ გამოიხატება მსოფლიოს წინაშე და ირგებს, მიღავს ვითომ და კაცობრიობის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ორგანიზაციის. მაშინ, როცა ეს კოორდინირებული დაფინანსების კიდე მექანიზმი, რომელიც ერთ წელიწადში $30 მილიარდ მოიცავს. თქვენ გესმით რამხელა თანხა? კოლოსალური თანხა. დღეს ექსპერტები საერთოდ შიშობენ იმაზე, რომ ეს ინფექციური დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად მსოფლიოში არ კლავს, უნდა გითხრათ, იმ რაოდენობის ადამიანებს, რომელსაც და იმ მასშტაბებს,
არ მოიცავს ასე ვთქვათ, რომელსაც სხვა დაავადებებს, რომლებიც სხვა დაავადებებს ეწირებიან, ის იქნება გუზის-ძარღვთა სისტემის პათოლოგიები თუ სიმსივნური და თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ საშიშროებაა იმისა, რომ აი ამ თანხების ასე გადანაწილებით ყურადღება მოაკლდება რეალურად საჭირბოროტო და მტკივნეულ კაცობრიობისთვის პათოლოგიების მკურნალობას. პრაქტიკულად ხდება აღრევა ამ ყველაფრისა და ჯანმო უკვე ცდილობს, რომ რა თქმა უნდა, ერთია რომ მმართველობა ჩაიდოს ხელში, მაგრამ მეორეა რომ ისევ და ისევ გარიგებული აი ამ ასე ვთქვათ გლობალისტებთან გარიგებული ამ big pharma-ს გიგანტებთან მათ შეუწყოს ხელი, კიდევ ერთხელ ვამბობ და ის გეგმა, ხო, კაცობრიობის განადგურებისა მაინც სისხლში მოიყვანო. ამის შტრიხები იკვეთება. ეს გაშიფრულია ბოლომდე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდ საშიშროებას უქმნის ქვეყნებს, იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას ვერ გააცნობიერებენ და ასე ბრმად დაემონებიან ჯანმრთელობას აი ამ ახალ ხელშეკრულებას. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა და თუ შეიძლება ნახევარი წუთი 30 წამი მე მინდო ბოლოს ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ და ხელისუფლებას მიმართო და მოსახლეობამაც კარგად გაიგოს. ხელისუფლება თუ მოაწერს ამ ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას ხელს, ჩათვალეთ, რომ ეს იგივეა ხელი მოაწერონ ქართველი ადამიანების გენოციდზე. ეს არის ერთი და იგივე და ვერავინ ვერ დამამწუნებს, რომ ესე არ არის. ამიტომ ვამბობ და კარგად გაიგოს გამგებმა. თქვენ ბატონებო ხელს თუ მოაწერთ, ჩათვალეთ, რომ მოაწერეთ გენოციდზე ქართველი ერისა. გეთანხმებით ბატონო კობა, იმიტომ რომ ნამდვილად რაც ჩვენმა მაყურებელმა ახლა მოისმინა, ნამდვილად დასაფიქრებელია და ხელი უნდა შეუშალოთ ამ ყველაფერს. და ყოველთვის აღნიშნავ, რომ ადამიანების, ანუ მოსახლეობის ჩართულობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ გვინდა რომ გადავრჩეთ. აი ეს უკვე ჩვენ რომ ეთერიდან ესე ვთქვათ და გადაცემებიდან ამას ვაჟღერებთ, თუნდაც ჟურნალისტები, თუნდაც ჩვენი პროფესორები და ჩვენი ექსპერტები და ჩვენი იურისტები ამ თემასთან დაკავშირებით, ეს უკვე ძალიან დიდი უბედურებაა და ამიტომ ვეცადოთ იმას, რომ უფრო უკეთ გავერკვეთ თუ რა ხდება და იმის მაგივრად რომ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ ჩვენი გენოფონდი დავიცვათ, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით საქართველოში ქართველები, სადღაც 1.800.000-მდე ვართ. ჯობია რომ უფრო იმ საქმეს მივხედოთ, რომ ჩვენივე ქვეყნის მოსახლეობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ეს ესე ვთქვათ, ვითომ და სტუმრად ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ჯობია რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ქართველები ვიყოთ ჯანმრთელად, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება, გავაგრძელოთ სიცოცხლე იმ დალოცვილ მიწაზე, რომელზეც უფალმა გვარგუნა რომ ვიყოთ და ვიცხოვროთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ ჩემო ძვირფასებო ესეთ საინტერესო თემისათვის და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ყოველთვის გვიყურებს და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ითვალისწინებს და იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, რაც ნამდვილად სიმართლეა. დროებით კარგად ზანდებოდეთ.